სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში საერთაშორისო ფესტივალის ღამის სერენადების ფარგლებში მეორე კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე წარდგენილი იყო ვივალდის ციებ-ცხელება, რომლებიც ბაროკოს მუსიკის ვარსკვლავებმა ანდრეს გაბეტამ და მორის შტეგერმა შეასრულეს. ღამის სერენადების მესამე კონცერტი ბათუმში 26 აგვისტოს გაიმართება. წარმოდგენილი იქნება საღამო სახელწოდებით ტანგოს სული და ამით ბათუმის საფესტივალო ნაწილი დასრულდება. დასკვნითი კონცერტები კი თბილისში 9 და 11 ოქტომბერს ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შეშრომო პირებისთვის. უკვე მე-15 წელიწადია ბათუმში ვატარებ ფესტივალის კონცერტებს. დღევანდელი კონცერტი განსაკუთრებული იყო. ვივალდის ციებ-ცხელება სოლისტებით არაჩვეულებრივი ბაროკოს მევიოლინე ანდრეს გაბეტა, რომელიც 1727 წლის გვარნერის ვიოლინოზე, ბაროკოს ვიოლინოზე წარსდგა მსმენელის წინაშე. და მორის შტეგერი, ბლოკფლეიტისტი, ვარსკვლავი, გრემის ნომინანტი, პუბლიკა აღფრთოვანებული იყო. საოცარი კონცერტი იყო მსმენელმა, როგორც ყოველთვის გულთბილად მიგვიღო მე ქართველ მსმენელს, ძალიან კარგად ვიცნობ და ეს იყო საოცარი საღამო, ვივალდის საღამო. ჩემს საუკეთესო მეგობარ მორის შტეგერთან ერთად წარვსდექი სცენაზე და ძალიან ისიამოვნა პუბლიკამ. ეს იყო საოცარი ქიმია, რაღაც საოცრება ხდებოდა მაყურებელსა და ჩვენს შორის. მე დარწმუნებული ვარ, დაუვიწყარი საღამო ვაჩუქეთ საზოგადოებას, ვივალდი შესრულდა განსაკუთრებულად სცენაზე და არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს. ეს იყო ბოლო ინფორმაცია. პირველზე ერთმანეთს უბრალოდ 4-ზე შევხვდებით.